ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ხატვა. ამის გამო ყოველთვის ფიქრობდი, რომ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარებდი. მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ხელოვნებაცოდნეობაზე ჩავაბარებინა. ალბათ ზუსტად არ ვიცოდი რა მინდოდა. მაგრამ ეს გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში ძალიან კარგი არჩევანი იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცაში გამომადგა სამომავლოდ. სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს დავიწყე მუშაობა, როგორც გრაფიკულ დიზაინერად. საერთოდ არაფერი არ ვიცოდი მაშინ, მაგრამ გზადაგზა ვისწავლე ეს საქმიანობა და მას მერე მუშაობ უკვე მე-20 წელია. ზოგადად ჩემთვის ყველა პროექტი გამოწვევა ხოლმე და ვცდილობ უფრო იდეის მოფიქრებას, განხორციელება როგორ გავაკეთო მაგას დავუთმო უფრო მეტი დრო, ვიდრე ფიზიკურად ამის შესრულებას. იმიტომ რომ მგონია რომ შეიძლება რაღაცა სტანდარტულად მოცემული იყოს რაღაცა გზა, რომელსაც ნებისმიერი სხვა ტექნიკურად შეასრულებდა, მაგრამ ჩემთვის უფრო საინტერესო იყოს, თქვათ, აბსოლუტურად განსხვავებული სახით გავაკეთო ეს. რაც ძალიან მიყვარს, ეს ფიქრის პროცესი ჩემთვის ძალიან საინტერესოა ხოლმე, იმიტომ რომ ზუსტად ის ტექნოლოგიები, რასაც სხვადასხვა რაღაცებს სწავლობ ხოლმე, თუნდაც ფონტის ინჟინერია, ილუსტრაცია, დაკაბადონება, აი სხვადასხვა ბეჭდვის ტექნოლოგიების გამოყენება, ყველაფერს რო ერთად მოუყრი ხოლმე თავს, რა შეიძლება ამ ყველაფერს მოუხდეს და იმის გათვალისწინებით ვისთვის კეთდება ეს და სად უნდა გამოვიდეს, ძალიან საინტერესო შედეგამდე მივდივარ ხოლმე. თვითონ შესრულებისთვის ძალიან ცოტა დრო მჭირდება ხოლმე, ეგ ჩემი პლუსია ჩემს საქმიანობაში. ბევრი პროექტი მაქვს ესე გამოსაყოფი, რაც ძალიან დიდ როლს ასრულებს ჩემს შემოქმედებაშიც. ძალიან მიყვარს ის მომენტი, როდესაც დავდივარ ხოლმე და ქუჩაში ძალიან ბევრ ჩემს შესრულებულ ნამუშევარს ხედავ ხოლმე და მიხარია ხოლმე ეგ. მათ შორის, რა თქმა უნდა, არის ილუსტრაციებიც, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მედიუმი ჩემ გამოცდილებაში. ძალიან ბევრი საბავშვო წიგნიც მაქვს გაკეთებული. მათ შორის არის ამ ბოლო პროექტებში ერთ-ერთი წიგნი, რომელიც 1 წელი ვხატავდი, საბავშვო კომიქსი არის. ეგ წიგნი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ადამიანმა თავის ოჯახს მიუძღვნა ეს კომიქსი და პერსონაჟებიც ამ წიგნში მისი ოჯახის წევრები არიან. ძალიან საინტერესოა ის, რომ ეს პერსონაჟები ვიზუალურადაც გვანან ნამდვილ ადამიანებს. ძალიან საინტერესო შინაარსი აქვს და მათი ცხოვრების ჯადოსნურ კუთხიდან გადმოცემაზეა. Between the Threads ქვია წიგნს ენი ლეინის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საყვარელი საქმიანობა ფესტივალის ილუსტრაციებზე მუშაობა. ჩემი მეგობარი იყო გიორგი ბაქარიძე, რომელსაც მიეძღვნა ფესტივალი 4GB და მის ილუსტრაციებზე და პოსტერებზე და დიზაინზე მე და ჩემი მეგობარი სულ მუშაობთ დღემდე და ჩემი საყვარელი ერთ-ერთი პოსტერი არის, რომელიც პირველ წლებში შევასრულე. სადაც ყველა ჩვენი გარშემო მყოფი მეგობრები არიან დახატული. ეგ ერთ-ერთი საინტერესო გზა იყო ჩემთვის ამ დიზაინის გადაწყვეტის. ასევე ხაიზო ფესტივალის ვიზუალურ გაფორმებაზეც მე მუშაობ. პირველ რიგში მე მგონია, რომ უნივერსიტეტში ეს იქნება აკადემია თუ სხვა რაღაცა უნივერსიტეტი, მგონია, რომ მანდ ვერ იღებ მაინც ისეთ გამოცდილებას, რასაც ეს ყველაფერი მოაქვს. და მგონია, რომ პრაქტიკის ამბავია.
რაც უფრო მეტი დრო გავა, რაც უფრო მეტ შეცდომას დაუშვებ და რაც უფრო 1000 ჯერ მოგიწევს ერთ და იგივე რაღაცის გაკეთება, არ უნდა დაგეზაროს. თავარია გიყვარდეს ამის კეთება. მე პირადად ძალიან მიყვარს და ხვდები რომ სიამოვნებით როცა აკეთებ, შედეგიც ბევრად უფრო ხარისხიანია და კარგია, თუნდაც რო არ იყოს კარგი, შენ თვითონ ისე გიყვარს, რომ გიხარია ამის კეთება. და ამით მგონია რომ ნდობასაც ზუსტად მაგით მოიპოვებ, რომ ეს შენში თავდაჯერებულობა, რომ შეგიძლია მუდმივად დაიცვა შენი შემოქმედება და ნამუშევარი, ამით ნდობა სხვებისგან ძალიან იზრდება და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად მაგ სანამ თვითონ ამ ტექნიკურ შესრულებამდე გადახვალ, ზუსტად სწორად გათვალო ის ყველაფერი, ბევრი იფიქრო, როგორ შეასრულო, ვისთვის აკეთებ, იმიტომ რომ ყველა სხვადასხვანაირი მიმღებლობა აქვს. და რა ტექნოლოგია გამოიყენო. მაგის მერე ზუსტად მიხვდები, როგორ გააკეთო და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც გამოცდილება მოაქვს. რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ არ უნდა დანებდე რა, არ უნდა გაჩერდე, რაც მთავარია, ძალიან ბევრ შეცდომას დაუშვებ, რა თქმა უნდა, თუნდაც არასწორად გააკეთებ რაღაცებს, მაგრამ მე შემდეგზე უკვე გეცოდინება, რომ აი სწორი გზა ესე შეიძლება იყოს და მაგას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციო და თუ არ გიყვარს მაგის კეთება, უნდა შეეშვა მაგ საქმეს, მაგრამ ჯობია იპოვო გზები, როგორ შეგიყვარდება ეს ყველაფერი, რომ სიამოვნება მიიღო მთავარია. თან ამ სფეროს ძალიან ბევრი მიმართულება აქვს, რაც შეიძლება რომ არჩიო, არ არის აუცილებელი მაინც და მაინც კონკრეტულ რაღაცაზე იყო ორიენტირებული, ჯობია რომ სხვადასხვა რაღაცები ცადო, მედიუმები, თუნდაც ეს შეიძლება არსებობს მილიონი ტექნიკა, კომპიუტერში ხატო, iPad-ზე ხატო, მაგრამ შენ გიყვარდეს ხელით ხატვა. ან უნდა ხატო მაშინ ხელით და ამის გადატანა კომპიუტერში მე ტექნოლოგიურად დღეს უკვე ისეთი მარტივი არის, რომ ჯობია რომ ეს ხელით ხატვა არ დათმო, ვიდრე იწვალო და iPad-ზე ხატო სიტყვაზე. ამიტომ შენი საყვარელი მედიუმები მაინც უნდა შეინარჩუნო და აუცილებლად წინ წახვალ და სხვა დამატებით ხერხებსაც იპოვი, რაც შენ საქმეს გამოადგება. თან დღევანდელ სამყაროში მგონია რომ ხელით რაღაცასთან შეხება ძალიან მნიშვნელოვანი ხდება და გახდება კიდევ უფრო. შემოთავაზებად ძალიან ბევრი პროექტი ის მაქვს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს იყოს განსხვავებული, რომ მრავალფეროვნება იყოს ჩემ საქმეში, იმიტომ რომ იმის გარდა რომ ცალკე სამსახური მაქვს და ეს რუტინული საქმე მაინც რაღაც მომენტში ერთმანეთს ემსგავსება, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია აი იმ პროექტებზე, რაზეც გარეთ სამსახურს მიღმა მუშაობ, იყოს მრავალფეროვანი. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი არის ვეფხისტყაოსანი, რომელსაც დიდი სიამოვნებით გავაფორმებდი საკრალური გეომეტრიული ნახაზებით. რაც მგონია რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იქნებოდა ჩემი და ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. გამომდინარე იქიდან რომ შრომის მოყვარე ვარ და გამომდინარე იქიდან რომ ჩემი საქმე ძალიან მიყვარს, კონკურენციას ეგრე ვერ აღვქვავ განსაკუთრებით კაცების და ქალებისგან, ესე რომ განვასხვაო მით უმეტეს და არ მეშინია მაგით.